კიდევ ერთი ნაპოვნი შედევრი ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას აღმოჩენილ ტილოებს შორის ფიროსმანის დაჭრილი ჯარისკაცია. სამართალდამცველებმა ცნობილი ავტორების სულ 8 სურათს მიაგნეს, რომლებიც მე-18-მე-20 საუკუნეებით თარიღდება. მხოლოდ ფიროსმანის ტილო $1,500,000 არის შეფასებული. დავით ქაშიაშვილი ნაპოვნი შედევრის შესახებ და თუ არის ცნობილი, რას უპირებდნენ დაჭრილ ჯარისკაცს. გამოძიება ჯერჯერობით ოფიციალურად მედიასთან არ ადასტურებს, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ნახატის მფლობელებს მისი ქვეყნიდან გატანა სურდათ და შესაძლოა თუ ეს ასე მოხდებოდა, დაჭრილ ჯარისკაცსაც შავი ლომის ბედი გაეზიარებინა, რადგან 1 საუკუნის წინ შესრულებული დაჭრილი ჯარისკაცი საკმაოდ ძვირად ფასობს. ეს ნიკალასეული ჯარისკაცი საუკუნეზე მეტი ხნისაა. დაზიანებები, რომლებიც ნახატზეა, ხანდაზმულობის გამო არ გაჩენილა. სურათს ნაპრალები სავარაუდოდ უდიერი მოპყრობის გამო ემჩნევა. სამართალდამცველებმა ფიროსმანის დღემდე უცნობი ნამუშევარი სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას სარდაფში იპოვეს. უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილო დაჭრილი ჯარისკაცი. დაჭრილი ჯარისკაცის მფლობელის ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება, მაგრამ შესაძლოა ის წლების წინ მკვლევარ თენგიზ მირზაშვილის მიერ აღმოჩენილი ნახატი იყოს. თუ ეს ექსპერტიზით დადგინდა, მაშინ გამოდის, რომ ნიკალას სხვა ტილოების მსგავსად 2 ჯარისკაცი ჰყავს დახატული. ფიროსმანაშვილის უკვე ცნობილი დაჭრილი ჯარისკაცი 1894 წელს აქვს შესრულებული და ის მოსკოვში მოქანდაკე ზურა წერეთლის პირად კოლექციაშია დაცული. უკანონო ბრუნვიდან სამართალდამცველებმა ნიკალას დაჭრილ ჯარისკაცთან ერთად კიდევ სხვა 7 შედევრი ამოიღეს. ერთ-ერთი სერგეი ივანოვის აღმოსავლური ბაზარი, მეორე ანტონიო დე კანელის ვენეცია სან მარკოს მოედანი, მესამე ნიკოლა როლინის ზღვის პეიზაჟი, მეოთხე ივან ფომენის ქალის პორტრეტი, მეხუთე რიხარდ ზომერის აღმოსავლური ბაზარი და ასევე 2 უცნობი ავტორის მიერ შესრულებული აღმოსავლური სოფელი და ცხრის ფარა. ექსპერტები ამბობენ, რომ ყველა ნამუშევარი უნიკალურია, თუმცა ისინი სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებენ. დაჭრილ ჯარისკაცთან ერთად მე-18 და მე-19 საუკუნეების რუსი, ფრანგი და იტალიელი ოსტატების 7 შედევრი აღმოაჩინეს. ყველაზე გამორჩეული მე-18 საუკუნეში ანტონიო დე კანელეს ვენეცია სან მარკოს მოედანია. ეს ტილოებიც ისევე როგორც ნიკალას ჯარისკაცი სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებენ. მუყაოზე ზეთით შესრულებული დაჭრილი ჯარისკაცი ეროვნულ მუზეუმს დღეს გადასცეს. თვითონ წარმოდგენილი სურათის ფუძე არის მუხაო. მუხაო საკმაოდ იმდენად ძველია, რომ მიეკუთვნება იმპერიას. თავიდან მოხდება კვლევა და ზუსტად იქნება დადგენილი გაწერილი თუ რა სამუშაოები იქ სარესტავრაციო სქემა შედგება. შესაძლებელია 6-8 თვე დაჭირდეს არაფერში. ნიკალას შედევრი საკმაოდ ძვირად ფასობს. დაჭრილი ჯარისკაცის სავარაუდო ღირებულება $1,000,000-ზე მეტია. საქართველოს თბილისის პროკურატურა დიდი მადლობა მათ ამ საქმისათვის და კილოს აქვს. უზომიდან ახლა ძვირი, ძალიან ძვირი. დაახლოებით ვთქვათ, თუ ვიმჟელებთ იმით აუქციონზე თქვა ფიროსმანი როგორ სააუქციონო ფასი რაც არის, ეს არის $1,500,000-ზე. არა, ნამდვილად არა. მას შემდეგ, რაც დაჭრილი ჯარისკაცის რესტავრაცია დასრულდება, ნახატს ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა ტილოებთან ერთად ცენტრალურ დარბაზში გამოფენენ. ამ დრომდე უცნობი იყო, რომ მე-18 საუკუნის იტალიელი მხატვრის რომელიმე ნამუშევარი თბილისში ინახებოდა. რესტავრატორები ამბობენ, რომ ფერწერული ნამუშევრების მდგომარეობა საგანგაშოა და ისინი დროულ რესტავრაციას საჭიროებენ, რომელიც უკვე ხვალიდან დაიწყება. მე-18, მე-19 და მე-20. ხო, მე-18 საუკუნე, ესე იგი იტალიელი მხატვრიდან იწყება, ესე პირველი რომელიც არის ვენეციის ხედი და მერე კიდე არის უკვე მე-19 საუკუნის ბოლო და რასაკვირველია თვითონ ეს ფიროსმანის ნამუშევარიც. რა პერიოდი ეს? დაზიანებულია. სამწუხაროდ დაზიანებულია. იმდენად დაზიანებულია, რომ ჰონდა სოკოც კი. და ამიტომ ჩვენ ეს გავწმინდეთ და მერე შემოვიტანეთ უკვე აი ამ გალერეაში და ეხლა რასაკვირველია მოითხოვს რესტავრაციას და ეხლა უკვე გადაეცემა რესტავრატორებს და ისინი თავის საქმეს შეესრულებენ. ნიკალას დაჭრილი ჯარისკაცის გარდა ბოლო 3 თვის განმავლობაში ეროვნულ საგანძურს ნიკო ფიროსმანაშვილის კიდევ 2 შედევრი გადაეცა. საზღვრიდან გატანას გადაურჩა ნიკო ფიროსმანაშვილის კრუხწიწილა და ღვინის მარანი. ეს იყო დავით ქაშიაშვილი ნაპოვნი შედევრების შესახებ. თბილისში ახალი